უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე ზელენსკის რეჟიმმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოიცალა. მიუხედავად დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმების საფრთხისა, საპატრულო პოლიციის მრავალრიცხოვანი კოლონა კეივა-პეჩორის წმინდა ლავრის ცენტრალურ შესასვლელთან მკაცრ კონტროლს აწარმოებს და სასულიერო პირთა სამონასტრო კომპლექსიდან გაძევების განკარგულებას ელოდება. Ніхто нічого не знає. Არავინ არაფერი არ იცის. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. რაშიც მოესურვებათ, იმაში დაგვადანაშაულონ. ჩვენ ვრჩებით ქრისტიანებად, მართლმადიდებლებად. ეს მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა. Це боротьба з православ'ям. უკრაინის საზოგადოება დასავლეთის აგრესიული პროპაგანდის შედეგად უკვე დიდი ხანია, რაც ორად გაიყო. ერთი ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. მეორე კი სიწმინდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჩამორთმევას ემხრობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ლავრის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ქალაქი ფაქტიურად ომის მდგომარეობაშია, უჩვეულო ხალხმრავლობაა. მორწმუნეთა ნაკადი არ წყდება. რაც ხდება ტრაგედიაა. ტრაგედია იმაში არ მდგომარეობს, რომ სასულიერო პირებს ასახლებენ. არამედ ტრაგედია ისაა, რომ აქამდე მივედით. რომ აქ თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც არც თუ კარგად ეპყრობიან უკრაინას რბილად რომ ვთქვათ. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოდნენ და ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. ამასობაში ლავრის წინამძღვარი და ადმინისტრაცია ხელისუფლების მისამართით მოწოდებებს არ წყვეტს. მიტროპოლიტი პავლეს მოსაზრებით, სასულიერო პირთა დევნისა და ლავრიდან გასახლების კამპანია დასავლური ქვეყნების ორგანიზებით და უშუალო ხელშეწყობით მიმდინარეობს. 29 მარტამდე დრო მოგწეს დავტოვოთ ლავრის ტერიტორია. ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას. ახლა ჩვენ არ გვაქვს ადგილი, სადაც შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავიტანოთ. ჩვენ არაფრის დატოვებას არ ვაპირებთ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზელენსკის რეჟიმის ულტიმატუმის მიუხედავად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კიევა-პეჩორის ლავრის დატოვებას არ აპირებენ. როგორც მიტროპოლიტმა პაველმა განაცხადა, მართლმადიდებელი ბერმონაზვნობა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას არ დატოვებს და გამოსახლების გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. ირკვევა, რომ მოსამართლემ, რომელსაც ლავრის მკვიდრთა სარჩელი უნდა განეხილა, აცილების შესახებ განაცხადა. ამდენად საქმე განსახილველად უკრაინის ეკონომიკური სასამართლოს უფლებამოსილ პირს გადაეცა. როგორც ცნობილია, კიევა-პეჩორის ლავრის სამონასტრო კომპლექსიდან სასულიერო პირთა გამოსახლების გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ ქონების არამართლზომიერი განკარგვის მოტივით მიიღო, რომლის საფუძველზე ლავრაში მცხოვრებ სასულიერო პირებს სამონასტრო კომპლექსის უსასყიდლოდ გამოყენების უფლება ჩამოერთვათ. მართლმადიდებელთა სიწმინდე კიევ-პეჩორის ლავრა ორი ნაწილისგან შედგება. ზედა ნაწილი, რომელიც მუზეუმის ტერიტორიაა და ქვედა, სადაც ცხოვრობენ მონაზვნები, ხოლო გამოქვაბულებში წმინდათა უხრწნელი ნაწილები განისვენებენ.